დილაფშიდობით მოპრაკუნობ. ოღონდ ნამდვილად მე. ნოემბერმა გვცა მაგარი პატივი. მაღლა მე დავკეტავ, იქ მაღლა საკეთე. რაც სექტემბერი იყო ცივი საშინელი და ოქტომბერიც შედარებით. ნოემბერია ძვირფასი. არა და ნოემბრის ქარები, ნოემბრის წვიმები. აღარ არის ეგრე. რაც აქ ასებუდებთ, იმის მერე არც ქათავი დამკარგვია და არც ძაღლს და კატას შეუჭამეს საჭმელი. აქ ვდებ კიდე ერთ ქვას. ასე რომ ხან არიან რომ აწვევიან. ტექნოლოგიური ძაღლები შემოთია. ასე. ხავე მოწვევიან. რადგან ჩამოვედი დაბლა. გრილა. საკმაოდ მოკლეკლავიანით მივდივარ. ესეთი უნდა მეცვას. მარა ისა. გაუმაჯოს. სოფო მოცა. ჩემ არ ძალმა რაღაცები გავმატარ ბავშვებისა. ერთი არის ჯინსის კურტკა. სად დავკიდე ხალხ? რომელიც რავი, მე მგონი რომ კარგად მექნება, ანუ ვიზუალურად ეგე ჩანდა. სადღაცას დავკიდე დედას. აი. ხო და თუ რაღაცა მაგას ჩავიცმე. ხო შევიტან მანამდე ფეჩიდან დავკიდე. ფშრალი იქნება, მაგრამ ღამე გარეთ გათენებული შესწვდებოდა. ვაიმე ხახ მაგრათაც სიშვა. ხალათი არ ჩავიცვით. ეს ტანსაც წასვლისა ჩავიცვი უკვე რა. მომეყუნა. ხო და სულ ხალათით ხარ ვიქნები, მეთქი ბოლო-ბოლო საფსახური არის ესეც და ხანდახან კასტური ხოლმე გამოვიცვალა, ჩავიცვისებ სახლის. დაბლა ყველაფერს ვაჭამე, კატების საჭველი ცხელდება მარტო. ხო და სანამ ეხა ყავას და წყალი მწყურია, რა დონეზე არ ვიცი, არ მიჭამია მლაში არაფერი, პრინციპში როგორ არა. წუხებ ჭამე ყველი. ხო და ისე მწყურია და უნდა დამელიე ხა და არ დავლიე რომ მეთქი ხო უნდა ავიწონოთ ხო. დიდად იმედიანად არ მოვდივარ აქ ასაწონად აქ მაქვს აი. იმირომტომ რო ისა. რაღა იმირომტომ ხალხო ყველაფერი ვჭამე ამ დღეებში. ყველაფერი რაც იჭვეოდა და არ იჭვეოდა ყველაფერი შევჭამე. ხო და აბა აქ რო დაგაყენოთ ასე. ხო სიტყვაზე მენდეთ ხარ მოგატყუებთ ვის მოვატყუებ ხა თქვენ მოგატყუოთ ჩემ თავს. ხო და დიდად იმედიანად არ მოვედი რა. ჯერ თუ ადგილს ვიყოვი რომ არ იქანაო, აი იქნება. ვაიმე, არ დგება ხარ. არ დგება, მაგრამ დოკავს აჰა. ეხლა ნახოთ თუ ჩაირთა. შევერთ. უკაცრავად დასატენი ხარ მივხვდი კი. ერთი წამი. ჯანი ჩემ დაგეწოს. აი ეგრე. ამოვაღებინე ხმა. გადმოდით ლოკაცია შევცვალოთ. მარა ისა. აი იცი როგორი სიტუაცია აქ. ბევრი რამე ჩვენი არ არის რაღაცები აქ წასაღები და სანამ გავა ამოთახიდან ეგ რაღაცები აი სულ წინგვილადია ვერ ვალაგებთ. აბა კარგად ადექი რომ არ დაგაბრალო მერეში. აი გუშინ ხინკალი ჭამე. გუში წინ ვიქეიფე, იმის წინ ვიქეიფე, იმის წინ ვიქეიფე და მე ველოდებოდი სასწორს. ეს რამდენი გრამია?
კაი 1 კილოს გამოვაკლებ. ვერთო. მე გიდა გოგო დაგიკლიეთ უმსადი გრამი ამ ფონზე. აი ვერა გეშველება. ეცაცხა გეშველება. როგორ უხარია. ან მოიცადე. სულ სხვადასხვა რაღაცას აჩვენებს არა და თითქოს კარგად დავდგა. ой, ჯან დაგეწო შეცავ. მოთავს და ეს ადგილას ხო შეიძლება? არა, არ შეიძლება. სწორედ რო არ დგა რა აზრი აქვს. გულს ვიმხნევ. ხაფო ფეხები კი სწორედ აქ ამ ბედურს. ერთი გზლათ აგა, ერთი მოკლეა. შენც კაია მოეტი ყოფილ ხარ. აიცადე. ან დასისაკ, დასაჭერები ხარ ხონდა ერთი აშვერილი აქვს, მეორე ჩაშვერილი. აბა რანაირად უნდა მოვარ. გონი ქალი უკვე 50 კილოა და არ ვიცი. აი! მორჩა. აღარ მოძრაობს. ეხლა ნახე. შეიძლება ვაფშე გავქრე. აი რა ძალიან მეტი გარას უჭერდი. 72. 71 რაღაცეები. არა და როგორი მეტი მქონდა 70 გამოჩნდება. მაგრამ ისი იმედი მქონდა გენაცვალე ისეთები შევჭავე რომ გუშინ ხინკალი, გუშინ წინ მწვადი. გუშინ წინის წინ საფრთხოზე ვიყავი და პატიჟებული ხარ თხარ არ მეჭამა როგორ შეიძლებოდა. აი რა ხდება აი ერთი არ აქცდეს და დავაი ხა ქედა ჩქარ. მედი. როგორ მეფხოდი? ხო არა ისეთი ამოაპანჩუ. ხო შედა წადი აქ რეგრესზე იგეხარე. დიდი. ბატი. უი ძალიან გაცხელებულა ამათ ისეთ კერძი. იყოს ცოტა ხანი ჩაბუჟბუჟდეს პური კარგ. ჩვენ ყავა დავდგათ და წავიდეთ მაღლა. დავასხათ უფრო სწორად. მოდი მეორე შაბათამდე არ ავიწონოთ, რომ თან პირობა უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ აღარ დავლევ, აღარ შევჭამ, აღარ გამოვსკდები. არა, ამ ყველაფრის ფონზე არა უშავ რამდენიმე გრამი მაქვს მომატებული. ესე იგი, იმ 75-16-დან ხო ჩამოვდივარ 70-მდე. ხა წელიწადზე მეტია თუ 2 თუ 3 წელია ხა ხო 69 და 99 გრამი რო დაეწეროს. კმაყოფი ოღონდ 69 დაეწეროს. მაგრამ არა. ვიღაუ ნამოსკდეს. ვინ? როგორ მეძინებოდა დინასაც ღმერთო ჩემო. ვაიმე რა დამევარდა ხა ადგომა არ მინდა. ხვალე არ უმუშაობ, მაგრამ მაინც მოვდგე. აი შაბათს დავიძინებ და არ ავდგები, კაი ხარ. კაი პატარა კოლზია რა იყოთ. ხალება ამათი სკოლაში გავაცილებ, დილით მეყოლება ლაშას დეიდასტუმრებს, ცოტა ხნით სანამ სამსახურში გაიქცევ. ხოდა. მე უკვე პლოშადკა უნდა ხვალე უსიკვდილოდ დავამთავრო რა. არა ვიცი ხა თქვენ ვიტყვით რა მეიხანი მაგას აკეთებ, მაგრამ ვერ ვაკეთებ ფიზიკურად. აბა ის წინა კვირა თითქოს ყოველ დღე მუშაობდი და
ის უნდა შევიტანო. გუში რა მომივიდა, ვაიმე. გუში ხო ვიდეოს წერდი ფანჯარასთან, ვიჯექი, შვიდად, წყნარად. არსად მეჩქარებოდა 10 წუთი იყო ცხრის და არა, ხო რა იგი ვიდეოს რო წერდი ეგ დრო იყო. მე სანამ ხო მივხედე, არ იყო, მე ახლა 200-ჯერ აღარ მიმხედი ესა. საათს და კედელზე რო საათი კიდია ტელეფონში იშვიათად ვიყურები რა, რომ საათი ვნახო. თუ აი იქ არ მივდივარ. რა ქვია მაგას? მარშრუტკაზე არ რაღაცაზე რომ მაგ დროს იმსაც ზუსტად ხარ ეწყობა რა წუთი არის, ხა ერთი წუთით უკვე წინ უკან. მაშვება ხოლმე, იძლევა. იმას შედეგს ცდომილებას. ის ნახეთ. ჩემი სიხარული ვინ არის, გოგო? ჩემი გოგო ვინ არის? არა ხარ ჩემი ხარ. ჩემი ხარ, ჩემულამაზო, ჩემი ხარ. სანამ სახში ვარ იყოს აქ. ოღონდ მარტო ეს შემოდის ხოლმე, აი ისინი ახალ. იცი რა არის, ჯერ რო შემოუშვა ვიცი ან აქ დაწვევიან ან ტახტზე რაღაცა და ეგ არ მინდა. კატა მაინც ბეწვი გასდის. მეორე ის რომ მე რო გარეთ გააგდებთ უფრო ცოტა ვარ. ეს უკვე მიჩვეულე იცი ცოტა ხანი აქ უნდა იცის და ვერე თვითონ მოითხოვს ხოლმე წასვლას. ხო და რას ვამბობ? გუშ ხო ისე ჩავწერე ვიდეო. ვიგაგანე და საათს მივხედი არის 10 წუთი. მე რანუ გაკეთება რომ დაიწყო ვიდეომ რაღაცა და მეთქი ხა ლოგინს არა ვარ, ლაგი ჩავედი ჯერ და ბლა აქ მქონდა წერსას უტით უნდა გამომისო ყველა ვარიანტში და საწოლს ეგ ხوار დავტოვებდი. მეთქი ჯერ დროა შევხედე 10 წუთია. და უნდა გავიდე 9 საათში ასე. მოვალაკე ჩავედი ჭურჭელი გლომათი იყო რაღაც ცხიმიანები როა ხოლმე ბარბარეს ვოგნები დატოვე ეგ რომ კარგად გავრეცხო რა. ჩავედი ქათმებში ვაჭამე ის ქვაბი რაღაცები 10 წუთი იყო მოვასწრებ. ხო და რაზე დავხედე საათს ხარხნო. ესოც მოვგავე. და ვიფიქრე რა უნდა ეხა მტვერსას 5 წუთი უნდა სულ და საწოლის ალაგებას 2 წუთი. გაწი გამოწი 10 წუთი ყელში ამომივა და წავალთქო. საათს დავხედე კუხნაში ჭურჭელი რო გავრეცხე, რავი რატო დავხედე, არ ვიცი, არ დავხედავ ხოლმე რა მაგას ვამბობ, საათს არ ვაკონტროლებ, როცა უკვე რაღაცა ნახე 1-9 საათი. ნახე ხარხნა 5 წუთი აკლია 10-სა. თურმე საათი 9 საათით არის უკან. ანუ ელემენტი წაუკვდა, აგე ეხლაც რავი რომელია. 8 აკლია 15. თურმე ამის ფონზე ჩაველი და აქ უკვე 20 აკლია მე როცა ბლა ჩაველი. და მე მგონია რომ 10 წუთი. დედა. ანუ იქ პრობლემა არ იყო ეხლა რომ დამეგვიანად რაღაცა ძალიან დილის საქმეები მზათა მქონდა. სპეციალურად ანუ აი ხა მაგალითად დღეს დილით რომ რამე მქონოდა ის უკვე გამზადებული გამექნებოდა ხოლმე. აი ხა მიუხედავთ იმისა რომ ხვალე არ ამუშავებ და ხვალის ტორტის რაღაცა თუ იქნება და ხვალისსაც გავამზადებ რა. ხო და მაგაზე არ მქონდა ის გზაში ხო უნდა ჩახვიდე არ მინდოდა ძალიან ჩქარამია მევლო რომ ფეხი მტკივდება. ხო და მაგის გამო ხო თქვი რომ აფთიაქში უნდა მივიდე და თან ისე გავთვალეთ რომ მარშრუტკას უნდა გავუყიდო. რა სიძაღი შორიდან მივაგდი ადიელა საწოლს. აი საწოლი მიფრინავდა. ეს რა საბანი არ შევკეთე, გაიგე და ასე გავფშიკე და გაფშლეკილს გადავაფარე ეს ადიელა და ბოლომდე ხო არ იყო. ის უარესად გაიფშლიკა და აი მიფრინავდა საწოლი გეფიცე. ერთადერთი რაც ვჩქარობდი მტვერსას ვიტი ყველა ვარიანტში უნდა ჩავეთო რომ ხალიჩას ძალიან ეტყობა ხოლმე წუთი და რო რაღაცა შეჭანა ხოლმე რაღაცა და აი მე ვირბინე როგორ ვირბინე არ ვიცი. და 5 წუთი იყო ზუსტად რომ გავედი 6 წუთი ხდებოდა რომ გავედი და მარშრუტკა არ მოდის. ერთი ეგ გამიხარდა თქმა უნდა ხა თავის დროზე მიველი მაინც სამსახურში, მაგრამ აფთიაქთან ვერ მოვხდი. ხო და ეხლა რომელი საათია? იმას რო არ ვენდო 10 აკლია 900 ჯერ ძალიან ბევრი დრო მაქვს.
ანუ სადღაც 20 რო დააკლდება და გავიდე მართა 25 ოღონ არ ვიცი აფთიაქი იღება მაგ დროისთვის იქნება ტყუილაჩო მაგრამ უნდა ვცადო მაინც და ვიყიდო მაგნიუმი მე დამავიწყე ლაშასთვის და მე კარო იქიდა რომ სკოლიდან რომ წამოხვალ მეთქი რომელიმე მაგნიუმი არც მე ვიცი რომელი უნდა ვიყიდო მეთქი ნათიას ვკითხავ აქ რა აფთიაქში მაგნიუმის რომელიმე იყიდეო მითხრა თუ სწორად ვამბობ წამალს იმიტომ რომ მიწერია მანდ ხოდა დამავიწყე ლაშასთვის მე თქვა რომ მეთქი გამრო გამოილი ისე იმიტომ რომ ერთი აფთიაქი ორი რავი ერთი სამი აფთიაქი უნდა მოიაროს რომ სახლამდე რომ მოვა აიგრე აი მე ჩემი ფისუნია კატა მაგიდაზე ახტა ხარ შენა დე მაგიდაზე აღარ ახტა შენა დიდი გოგო ხარ ძიმი კუტუმა დედას კუტუმა ძალიან საყვარელი ძალიან სიხარულო ცოტა დავაუთო კიდეც ეხა მინდა რომ ისევ დავაუთო საწოლს ავალაგებ დავაუთოებ და საწოლზე დავალაგებ რომ ორთქლით რო ვაუთოებ ხოლმე ცოტა ხანი არ ვდებ და საღამოს კი შევაბინავებ თან საწოლს ხო დიდი ფართი აქვს და იცი როგორ ვადავალაგე ბარბარესები ნინოსების და ეგ ძალიან მიადვილდება ხოლმე მე შელაგება ისე მინდა რომ საუთოებელი დღეს ცოტა ის აქვს მოვასუსტო კარგად და აი ხვალეს ურო ჩავკოდე თელეპლოშატკაზე არაფერი არ უნდა იყოს აი საერთოდ არაფერი არ უნდა იყოს გარდა ერთი ნივთისა ის ტახტივით ლეჟანკასავით რო დავდე მინდა მაგაზე გადავაფარო და დავტოვო და იყოს ახლა კი ცივა მაგისთვის და რაღაცა მაგრამ არა უშავო მაგ მატრასს ვერსად ვერ წავიღებ გადაგდება არ მინდა მაგ მატრასს იმიტომ რომ კაი მატრასია და თან თუ სტუმრად მეთქი ხოლმე ან ნანი ბიძინა ამოვლენ ეს ერთიანად ერთი საწოლი ყოველთვის სჭირდება ხოლმე და გადაფარებული მექნება მოხსნი შემოვიდან მატრას და ლეჟანკას ამ საწოლს გავმართავ რა ეგრე დავიტოვე სამაგისოდ აი ხა უკვე პატარა ქათმები არიან გამოსულები და იჭედებიან რომ გარეთ გაძორნენ და უეჭველი მაგის გამო დავკარგე მე ის რომ ეხა ჩავიდე და გაუჩეჩქო იმას თავი ხუაღირსი გუშინი ვაიმე ხალხო გუშინ ტორტები მოვჭი წამზე რომ უნდა წაიღოთ 2 საათზე კი მოვიდნენ რომელზე მოვიდნენ არა მაგათ დააგვიანეს 3-5 წუთზე დავამთავრე ტორტი და ცოტა დააგვიანეს ისე რომ მოვასწარი კარგად გაკეთება ძალიან საყვარელი ტორტი იყო ზღარბი არ ვიცი დადო თუ არა ნინო სურათს ნახავ ზღარბი იყო სპილო იყო და შემოდგომის ის იყო ძალიან ლამაზი ტორტი იყო რო გამოვიდა რო ავაწყე და მეორე იყო რა იყო წიცილა არა მაშადა დათვი იყო კიდე მეორე ოღონდ მაშადა დათვი ზემოდან უნდა დამეხატა მე გითხრეს რომ ანუ ისეთზე დახატეთ და ესე ჩავაჭოთ ეს მარციპანზე დავხატე მაშადა დათვი დათვს კიდე პრობლემა არ არის მაშა რომ კომპიუტერული გრაფიკი დამუშავებული ფოტო არ გამოდის ხარ როგორც არ უნდა აი უძვირფასესად დახატო მაშა ისეთი კაი არ გამოდის და საყვარელი გოგო გამოვიდა ნუ მაშა გოგო გამოვიდა ოღონდ ხა ის მაშა არ გამოვიდა რა თქმა უნდა ლამაზი ტორტი იყო რაღაცა და ეგეც ზუსტად 3-ზე ქონა და 4-5 წუთზე უკვე ბოლო დეტალებს ვაკეთებდი რომ მოვიდა და წაიღეს და მესამე იყო წიცილა ძალიან საყვარელი წიცილა იყო იჯიდი ჯაჭყალის თვალებით იყურებოდა ეგ იყო ხო მეტი არაფერი არ იყო ისეთი და მე უკვე გოგოებს მივახმარე ხინკლის მოხვევა ჯაო ხინკლის მოხვევაზე кайყო კი ვიცი მეთქი ხა მოხვევა სახში ხა ვახვევ არ მეშლება არაფერი მაგრამ ხა ის პასუხისგებლობა ავიღო რომ აი გავაკეთო ანუ ნახევარ ფაბრიკადებსაც აკეთებენ ბლინჩიკს ხინკალს უგემრიელეს ხალხო აი ვინმე რო თქვას რომ არ ზუსტად არ ვიცი რა ღირს ხინკალი არ ნახევარი არ ვიცი ზუსტად რა ღირს ხინკალი მაგრამ არანაირი გაყინული ხორცი საერთოდ არაფერი აი დღე გუში რო ხინკალი გავაკეთეთ გუშინ ჩავიდა იქ აქვე სოფელში ყიდულობს იმ ხორცსაც
ახალ ხორცით აკეთებს ორივე სურევს. ძალიან მაგარი ხინკალი არის, შენელებული. რეკლამას არ უკეთებ, მართლა მაგარია. ხო და მეთქი სახში კი ვაკეთებ და მარა ის ახლა პასუხისგებლობა აი გავაკეთო და ვიღაცებს სახში მოხარშოს და ჩაეშალოს, გადაებდონას, გადმოებდონას, მაგას ვერ ვიზავთქო. ის თავისი რა ვქე კატალკაოთ რაღაც ეძახიან, ის აქვთ, რითიც ანუ ფიზიკურად მაგდას ხელთ ვერ გააბრტყელებ რა და თან ცომია ისეთი გეფიცები, აი ზედრო იხტუდა ვერ მოდრეკა. ხო და მაგას ვერ გაატარებ რა კარგად. და მე იქ რო ტარდება უკვე ხელში მორჩილად მოხდებს და აბა მოდი ერთიო გააკეთე. ჩვეულებრივი გავაკეთე, როგორც სახში ვაკეთებ და ეგევე სკამი მომიდგა, გივლინ და დამსვა. გაგრძელეო. და ნინოს მივეხმარე ხინკლის გაკეთებაში. და 7 იყო რომ წამოვედით. ნინო წოდიოდა სახში და წამომიყვანა. ასე რომ წამობროწიალდი. დღეს აგვაქვს ძალიან საინტერესო ტორტი. პირველი გვაქვს დასახატია ძალიან ისეთი, მარციპანზე უნდა დავხატო, ყარაული თუ რაღაცა იგეთი. მაგრამ საინტერესო ტორტი მეორე რა არის, ციხარხნა. ტორტს ვაკეთებთ, თვითონ ტორტი უნდა იყოს დიდი ტრაილერი. აი მაგას ვაკეთებ. აი გუნა გავაკეთოთ. პირველად ვაკეთებ. ანუ ის კი არა რომ ტორტზე რაღაცა მანქანა იჭდეს ტრაილერი და რაღაც, არა. თვითონ ტორტი უნდა იყოს ტრაილერი. ეხლა ისე უნდა ვქნათ რომ თვითონ ტორტის დასადებიც უნდა ავაწყოთ ეს დიდი პასტავკა. ეხლა ორზედებს კაბინა და კუზავ ცალ-ცალკე არის აყინულეში, უნდა მაგრად გავყინოთ ეგ, იმიტომ რომ მე კაი ხანი გამოღებული უნდა გქონდეს, დავდოთ ავაწყოთ დასადები და ზედ უნდა ვიმუშაოთ, მარციპანით უნდა დამუშავდეს ყველა დეტალი, ყველაფერი, რომ მაქსიმალურად მივადაროთ იმ ტრაილერს, ისი ფოტოც გვაქვს და ეგეთი ტორტები ძალიან მიყვარს ხოლმე, აი საჩალი ჩორუარი მხრივ რომ საინტერესოა და პირველად რო აკეთებ ეგეთი ტორტები მეც მიყვარს და ნინოსაც ხოლმე და ეგა გვაქვს გასაკეთებელი და საინტერესო იქნება. ავედი ხარ ხომ დაგემშვიდობებით. სანამ ავასწავლებ და მე ისევ გავაუთოვებ მე. და ასე თუ ისე მოვასწრებთ ყველაფერს. ხო და მინდა რა ფეხი წავიდე, რომ აფთიაქში იქნებ ჩავიდე, თორე შეიძლება ხათუნა მომივარდეს აქ წაბლის გარეშე აღარ მოხვიდე სახში. მეც მინდოდა გუშინ და მელია რომ შედარება მენახა. ჯერჯერობით არ მტკივა. მაგრამ აი საკმარისია ზედიზედ 100 მეტრი გავიარო, იმ წუთას მიმძიმდება ფეხი. და აი კაკრას აფთიაქთან ამტკივდება და ახლა იქვე დავი. დავიდე ბაჰი და აბახო ხალხმა. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. გუშინ მანიკურები უნდა წამოსვო და დამავიწყდა. ფიზიკურად ამაზიდით ხახ ნახე როგორ გამეცადა ბრჭყლები მის დღეებში ყოველდღე ესე არ გამოსწრდია და ფიზიკურად ამაზე დიდ ვერ გავიზრდი, ვერც გავიზრდი, ვერც ხმარობ და იქ მარციპანზე რომ მუშაობ ეს ჭხილიგიშ ან პატარა დეტალს ვაკეთებ რაღაცას ის უკვე გიშლის და ისედაც ვერ ვიზრდი და არ ვიზრდი და დისკომფორტია იქ უფრო რა. აი ასე წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად. აბა ჰეი, გვიცით.